ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში და გთავაზობთ 11 ოქტომბრის შოუ ბიზნესურ სიახლეებს. ინფორმატორში ლაილაისთან ერთად. დღეს გაგაცნობთ. სტუდია მაესტროში აქტიურად მიმდინარეობს მზადება პროექტისათვის თანავარსკვლავედი. ახლა კი გადავიდეთ გადაცემის ძირითად ნაწილზე. თავდაპირველად ქართული შოუ ბიზნესის ამბებს გაგაცნობთ. შემდეგ კი უცხოეთის სიახლეებსაც გავეცნოთ. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე თანავარსკვლავედი. როგორც იცით, პირველი შესარჩევი ტური უკვე დასრულდა და გამოვლინდა 20 გამარჯვებული. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მეორე ტური. ანუ 20 ადამიანიდან უნდა შეირჩეს მხოლოდ 8, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტში და გახდნენ ნამდვილი ვარსკვლავები. მიმდინარეობს კონკურს თანავარსკვლავედის მეორე ტური. მონაწილეებს აფასებს 6-კაციანი ჟიური, ამას მაყურებელი ნახავს, ვინ შედის ჟიურის შემადგენლობაში. დღეს ჩვენ გავარკვევთ, ვინ გახდება ის 8 მონაწილე, რომელიც დარჩება საბოლოოდ ამ პროექტში, მაგრამ მონაწილეები დღეს ამას ვერ გაიგებენ. ეს იქნება მართლაც ძალიან შთამბეჭდავი სიურპრიზი. ამას მონაწილეებთან ერთად მაყურებელიც გაიგებს, ისევე როგორც ადევნებს თანავარსკვლავედის საერთოდ ფილმსვლელობას ერთი თვის მანძილზე თვალს. სხვათაშორის უკვე ცნობილი გახდა იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც კონკურსში მონაწილეებს შეაფასებს, ანუ ცნობილია ჟურის შემადგენლობა. და კიდევ ერთი, ოცეულში შესული ერთ-ერთი მონაწილე დღესდღეობით საქართველოში არ იმყოფება და იმისათვის, რომ ობიექტურობად შეგვენარჩუნებინა, გადაწყვიტა ჩანაცვლება არ მომხდარიყო. როგორც იცით, შეირჩა ოცეული, მაგრამ ოცეულის ერთ-ერთი მონაწილე, გოჩა ოჩიგავა, არ იმყოფება, როგორც გაირკვა საქართველოში, ისწავლობს საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე ის ავტომატურად გამოერიცხა კონკურსს და პრინციპში ჩვენ ჟიურის გადაწყვეტილებით მოხდა ისე, რომ არ ჩანაცვლდა, არ ჩავანაცვლეთ, იმიტომ რომ ბოლომდე იყოს სამართლიანი და ბოლომდე დარჩეს ის, ვინც თავიდან შეირჩა პირველ ტურზე და აქედან გამომდინარე უკვე 19 მონაწილე იღებს დღეს მონაწილეობას მეორე ტურში. და ბოლოს, ინფორმატორში აუცილებლად მოგაწვდით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ პროექტთან დაკავშირებით. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ქართულ საზოგადოებას განსხვავებულ ამპლუაში წარუდგა. მან მეგობრების საკმაოდ ფართო წრეს თავისი წიგნი გააცნო. ნაშრომი ბიოგრაფიულია, რომელსაც ასე ჰქვია, რაც მაგონდება და როგორც მაგონდება. პრეზენტაცია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში შედგა. რა ფიქრებით მოხვედით დღევანდელ ამათი აი ეს ორი შვილი რომ მიდას გარშემოს ყველაზე დიდი ბედნიერებაა მაინც ციგნების მაღაზიაში. მეც მეხსიერება რომ არჩევითი ეს ყველა მისის და თურმე ჩემი მეხსიერება იბეჭდავდა ძირითადად იმას ვინ გამიგეთა რამე კარგი. მინდა რომ მიულოცო ქალბატონ ლანას ეს ბრწყინვალე
წიგნი, იმიტომ რომ აქ არის მთელი ისტორია ქართული ჩვენი ქვეყნისა, რომელიც ერთმა ქალბატონმა გამოიარა თავის თავზე. და ერთ რაღაცას ვიტყვი გულის ტკივილით, რომ ქალბატონო გადაიღეთ კარგი ფილმი, დიდი ფილმი, რომელიც თქვენ გჩვევიათ და დაგვაკავეთ ჩვენ ქართული მსახიობები. მათ ვისაც ბილიარდის თამაში უყვართ და სპორტის ამ სახეობით არიან გატაცებული, შესაძლებლობა ეძლევა თბილისში გახსნილ ახალ კლუბს ეწვიონ. აქ მოვიწვიო კლუბის დირექტორი ბატონი თეიმურაზ მორჩილაძე. ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ, რომ მოგწამდით გვესტუმროთ დავაფასეთ და სულ მოხარული ვიყიდებით ჩვენთან მოგწამდეთ და მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირებში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე შემდგომი ასაკის ადამიანებისთვის. დღეს ქალაქში იხსნება ერთ-ერთი კეთილმოწყობილი საბილიარდო, რომელიც აუცილებლად დაინტერესებს ჩვენს ქალაქის ახალგაზრდებს და არა მარტო ქალაქის ახალგაზრდებს, ასევე ასაკოვან ადამიანებს და დაგეგმილი გვაქვს ტურნირების მოწყობა, სხვადასხვა კლასის ტურნირების მოწყობა და ბევრი სიახლეები არის დანერგილი. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდების, თბილისელი ახალგაზრდებისთვის ამ საბილიარდოს გახსნა. აქ არის ორი სახის მაგიდა არის, ერთი რუსული ჩვეულებრივი კლასიკური მაგიდები არის და მეორე პოლის მაგიდები, ეგრეთ წოდებული პოლის მაგიდები. განსხვავებული ჯერჯერობით არაფერი ისეთი, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მაინც დაგეგმილი გვაქვს. ძირითადად მაინც ტურნირებით გამართვით ვიქნებით დაკავებული და ასევე სასწავლო ცენტრი იარსებებს. ყველა მსურველი, ვისაც სურვილი აქვს ბილიარდის შეისწავლოს, ყოველგვარი პირობები იქნება შექმნილი სწავლისთვის. მე თანამშრომლებთან ერთად, ალბათ, ამ ბიჭის ხედები ვიყავით პატარები, ერთად გავიზარდეთ, ერთად ხამჩხობობდით ხან. გეიბოლდით ხან გვიყვარდა ერთმანეთი ხან რაღაცა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ხალხმა ესეთი ლამაზი რაღაც აჩუქეთ ეს ქალაქს და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც აქ მუშაობს და ვინც მოვა სტუმრად, ყველას დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოვძანდით და ნახეთ რა გააკეთეს ამ ბიჭებმა. პრიზი ამ ადამიანს არაჩვენს შავი გიტარა, წითელი ბანდი. ეს შენი ჩემო კარგი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.